إن الحمد لله نحمده ونستعينه ونستغفره ونعوذ بالله من شرور أنفسنا ومن سيئات أعمالنا ما يهده الله فلا مضل له ومن يضلل فلا هادي له وأشهد أن لا إله إلا الله وحده لا شريك له وأشهد أن محمدا عبده ورسوله رب اشرح لي صدري ويسر لي أمري واحلل عقدة من لساني يفقهوا قولي اللهم ثبتنا عند موتنا بلا إله إلا الله اللهم اجعلنا من الذين آمنوا وعملوا الصالحات وتواصوا بالحق وتواصوا بالصبر آمين يا رب العالمين. السلام عليكم ورحمة الله. ცოტა მოიცი. სანამ დავიწყოთ რომ ჰადისის კითხვას, მინდა ერთი ფაიდა. ეს დუაზე, რომელიც შეიძლება თქვენ უკვე იცით, დუა რომელიც არის, რომელიც შუმავა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ ყველაზე ხშირად იყენებდა. რომელი დუა თუ იცით? შუმავა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ ყველაზე ხშირად რომელ დუას იყენებდა? ეგაც ასევე კიდე ربنا آتنا في الدنيا حسنة وفي الآخرة حسنة وقنا عذاب النار. أنس بن مالك الصحابة რომელიც ხადიმ ნაბი განმოსა რომ შუმა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ ყველაზე ხშირი დუა იყო ეს დუა ربنا آتنا في الدنيا حسنة وفي الآخرة حسنة وقنا عذاب النار. რაც ნიშნავს ჩვენ უფალო ჩვენ ღმერთო დავიცავით ჩვენ ან მოგვესვით ჩვენ სიკეთე ამ დუნიაში სიკეთე ახირატში და გადაგვაჩინოთ ცეცხლის ტანჯვისგან. ეს მეგო როგორც თქვენს ალიმები არის დუა რომელიც ამ დუაში შედის ყველაფერი სიკეთე რაც არსებობს ამ დუნიაში და სიკეთე რომელიც არსებობს ახირატში ყველაფერი შედის ამ დუაში. და თუ შუმავა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ ყველაზე ხშირი დუა ეს იყო. მაგრამ ეს რას ნიშნავს? თუ შუმავა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ ყველაზე ხშირად აკეთებდა ამ დუას. რას ნიშნავს? ჩვენ უნდა გავაკეთოთ. ესე იგი ასე ის მაგრას ნიშნავს რომ რამდენად მნიშვნელოვანი დუა არის. რამდენად მნიშვნელოვანია. ალლაჰ აზავაჯალ თვითონ ყურანშიც ახსენა რომ ხალხი რომელიც აკეთებს ალლაჰ აზავაჯალ ყურანში არის ის ხალხი რომელიც ამ დუას კითხულობს. რატომ? იმიტომ მოსուն ადამიანს არ მოსწონს დუნია უნდა. მოსուն ადამიანს უნდა ასევე დუნიას, ასევე ახირატის. სიკეთე ორივე მხარეს. მოდი ჩვენ ვიძახით რაბანა ატინა ფი დუნია. ჩვენ ეს ვიტყვი რაბანა ღმერთო ჩვენო, რას ნიშნავს? თავაფკული, თავჰიდი. რომ ჩვენ ვენდობთ მარტო ალლას, მარტო ალლაჰთან ვთხოვთ. უწყვეტ თავჰიდია. ნახეთ მე სუბჰანა თითქმის ყველა ჰადის რომელიც ჩვენ ვიტყოდ, ყველა დუებში, ყველაში არის თავჰიდი. ყველაში. ანუ შენ აღიარ რომ ღმერთს ერთადერთი ვის შეიძლება დაგიყვანოს ამ დუნიაში და ახირაში. და შენ მე ალლაჰს ეუბნები ატინა ფი დუნია ჰასანათა. მოგვეცი ამ დუნიაში სიკეთე. ზოგმა ალიმმა თქვა რომ ეს ნიშნავს კარგი მეუღლე. თუ კაცი ხარ, კარგი მეუღლე ქალი, თუ ქალი ხარ, კარგი მეუღლე კაცი. ზოგმა ალიმმა თქვა რომ ეს ნიშნავს კარგი ბავშვები. ზოგმა ალიმმა თქვა რომ ეს ნიშნავს კარგი ქონება, რომელიც ხალალი ქონება. ზოგი ალიმმა თქვა და ეს უფრო სწორია, რომ ამ სიტყვებში შედის ყველაფერი. საერთოდ ნებისმიერი სიკეთე. დუნიაში კომფორტული სახლი, კომფორტული მანქანა, კარგი მეუღლე, კარგი ბავშვები, ჯანმრთელობა, ქონება და ასევე ისეთი ქონება, თუ სიკეთე არის, თუ სიკეთეს თქო. ესე იგი ეს ჰალალი ქონება, ეს არის ის ქონება, რომელიც შენ იყენებ მე ალლაჰის გზაზე. ანუ ნებისმიერი კარგი შენ რაც გინდა დუნიაში, ამ დუაში, პატარა სიტყვებში შედის. მე ჩვენ ვიძახით ვაათინა რაბანა ატინა ფი დუნია ჰასანა ვა ფილ ახირატი ჰასანა. ასევე ახირაში ხასან. ანუ შეხვდა იბნ თეიმინმა და სხვა ალიმები თქვის რომ ეს ნიშნავს რომ ყველაფერი ნებისმიერი ხეი რომელიც უნდა იყოს ახირაში შენ მაგას თხოვ. შენ ალლაჰს თხოვ დაცვას გაგიფრიზდეს. შენ ალლაჰს თხოვ რომ შენი ჰისაბი, შენი განსჯა იყოს ადვილი, სუბუქი და სწრაფი. შენ ალლაჰს თხოვ შენი გავლა სირატზე, სირატი რომელიც არის ჯოჯოხეთის ხიდი. შენ გაიარო მაქსიად ჩქარა. შენ იმას თხოვ რომ მუნკარ და ნაკირის კითხვებზე იუპასუხო ადვილად და გაიარო ეს ყველაფერი ადვილად. და ასევე მე შენს თხოვ ვაღინა აზაბანა ნიშნავს რომ დაგვიცავი ჩვენ ჯოჯოხეთის ცეცხლისგან, ტანჯვისგან. აქ შეხმა აბდურაზაყ ბადრა და სხვა შეეხმენ თქვენ ეს რას ნიშნავს? შენ ალლაჰს თხოვ დაცვას ცეცხლისგან და ამ დუაში ავტომატურად შედის კარგი საქმეები. და ავტომატურად შედის რა? რომ შენ უფრო შორდები ცოდებისგან. იმიტომ ცოდები არის ის, რაც მიყავს შენი თავისად ჯოჯოხეში, ცეცხლში. და როცა შენ ამ დუას აკეთებ, ალლაჰი ავტომატურად ისე აკეთებს, რომ შენ გინდა თუ არა აკეთებ უკვე კარგი საქმეებს. ნებისმიერი კარგი საქმე შენთვის ხდება ადვილი. და ეს არის ასევე ის დუა, რომელიც კეთდება უმრის დროს, ჰაჯის დროს, დავას ვაკეთებთ. ასევე მაგ დროს კეთდება. ამიტომ მე თუ შუმავა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ ყველაზე ხშირად მაგას აკეთებდა. თუ ალლაჰ აზავაჯალ აკეთებდა იმ ხალხს, ვინც ამ დუას იძახდა,
რა თქმა უნდა ჩვენს უნდა გავაკეთოთ. ანას იბნ მალიქ რომელს განმოსცეს ჰადისი არასდროს არ ანებებდა ამ დუას. არასდროს. ყოველთვის როცა ალლას რაღაცას ხოვდა, ყოველთვის ამ დუას იყენებდა. მაგალითად თქვენ აკეთებთ, ჩვენ ვაკეთებთ რაღაცა დუას, მეც რაღაცას ვთხოვთ. არ უნდა გავიაროთ ჩვენ დუა არ უნდა დამთავრდეს ეგრე, რომ ეს დუა არ ჩავსვათ ჩვენ რასაც ვთხოვთ ალლაჰისგან. რატომ? იმიტომ ამ დუაში ყველანი არის სიკეთე, რომელიც არსებობს დუნიაში, ახირატში. და ცეცხლისგან დასვა, ყველანი არის სიკეთე. რაბანა აtina fid dunya hasanatan wa fil akhirati hasanatan wa qina azaban nar. რა პატარა დუა, მაგრამ რამხელა მძიმეა. რამხელა ზალაკ ამ დუას, ალლაჰის ნავარიზნები. რამხელა ფასი აქვს დუას, ამ დუას. ალლაჰ მუბარაკ მოსწონს.